დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების ფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნის შემოღების შესახებ ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებას დღეს პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურდნენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გადაწყვეტილება უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯია, თუმცა საქართველოს ხელისუფლება რჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. მე შეგახსენებთ, რომ ესტონეთმა გადაწყვეტილება გუშინ მიიღო საგარეო უწყების ხელმძღვანელი მარგუშ ცანკა გადაწყვეტილების მიზეზად მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ რეპრესიებს და პოლიციის დაუსჯელობას ასახელებს და აცხადებს, რომ ევროკავშირში ასევე განიხილება ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა. ეს არის საინფორმაციო ხმაური, ახლა ერთი გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული 2 თვის წინ, ასე ახლა კვირა გამოშვებით, თუნდაც რომ მისცენ საკვები, მისცეს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საკვები თავის თანამემიტინგეებს. გახსოვთ, რომ ის მონაწილეობდა NGO და რადიკალ ოპოზიციასთან ერთად ანტიქართულ აქციაში, ასე რომ ახლა მისი მხრიდან ეს ნაბიჯები გასაკვირი არ არის. რაც შეეხება ესტონეთს, არის მათ აქვთ მანამდე სანქციები დაწესებული, რაც არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი ქართული ხალხის მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ, მაგრამ ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება.